გავრცელდა ინფორმაცია, თუ დამიდასტურებთ, არ ვიცი, რომ როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ბუდაპეშტში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად თქვენთან ერთად ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე თითქოს იგი აპირებს ჩამოვიდეს საქართველოში, მარშრუტი იქნება სარფიდან, სადაც ორგანიზება დაევალა ლევან ვარშალომიძეს, აჭარის ყოფილ ლიდერს და თითქოს დაევალა ასევე ყობა ნაყოფიას, რომ შეიძინოს მის ჩამოსვლამდე სპეციალურად ბრონირებული მანქანა. მე მინდა პირველ რიგში აი ამ თემებზე მივიღო თქვენგან პასუხები, წყარო ძალიან საინტერესო და სარწმუნო იყო, ვინც ეს მოგვიყვა. მადლობა კიდევ ერთხელ ინგა მოწვევისთვის. მეგობრებო, ხა თემა საქართველოს მიცის და ეს იყო საჯარო შეხვედრა. ჩვენ მქონდა აპარტიის დამფუძნებელთა და ლიდერთან შეხვედრა. ძალიან ბევრ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის ძირითადად უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე და პოლიტიკურ უმძიმეს ვითარებაზე შექმნილ ქვეყანაში. რაც შეეხება ხა იმ კონკრეტულ ასე ვთქვათ ვერსიებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ერთიც ხა მართლა რა შეჭირდება მიხეილ სააკაშვილის ბრონირებული მანქანა ოპოზიციური ასე ვთქვათ პლატფორმიდან, ესეთი ბრონირებული მანქანები მას დაელოდება იქ, სადაც არის სახელმწიფო ბალანსზე. თუ კი ამის აუცილებლობა მე გახდა თავად ჩათვალა როგორც ქვეყნის მმართველმა, თორე ოპოზიციონერ სააკაშვილს ნამდვილად არ ჭირდება ბრონირებული მანქანა. დიახაც გეტყვით და დაგიდასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი აუცილებლად დაუკავშირდება საქართველოს, ისევე როგორც ჩემი უდიდესი სურვილი და მისი პირველ რიგში არათა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში, არამედ 10,000-ობით და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მასიურად დატოვა ქვეყანა. ეხლა თქვენ მე მეტყვით და ადრეც გითხრათ, რომ ადრეც არ ტოვებ და არა ქალბატონო ინგა, ასე მასიურად ქვეყნიდან მოსახლეობა არასოდეს არ გასულა. დიახ, ქვეყანაში სადაც გაღატაკებულია ქვეყნის მოსახლეობა, სადაც ორი თეთრი არა აქვთ რეალურად ერთმანეთს მიადონ და ყველა აგრარულ ბაზარში რო შეხვიდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამყიდველს უფრო მეცნახავთ ვიდრე მყიდველს, იმიტომ რომ უბრალოდ ხალხში ფული აღარ არის და მთელი ეს ფული რაც კი არსებობს, დიახაც მხოლოდ და მხოლოდ აკუმულირებული არის ვიწრო კვალდმმართველობაში ბიძინა ივანიშვილის გარშემო. აი ეს ვითარება არის საქართველოში შექმნილი, რომელსაც ქვია ოლიგარქია და რომელსაც დიახაც ქვია საბანკო ოლიგარქია. ჩვენ ბანკებზე კი არ მივიტანეთ იერიში, ქალბატონო იგას, ჩვენ მივიტანეთ იერიში უკვე 5 წლის განმავლობაში ამაზე ვსაუბრობთ. მივიტანეთ იერიში იმ უსამართლობაზე, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. ბიზნეს პარტნიორები არიან. გეტყვით, რატომ გაჩნდა ეს კითხვა? ეხლა საუბარი ბანკებზე და ის განცხადებები, რომელიც სააკაშვილისგან ჩვენ მოვისმინეთ, ცოტა უცნაური იყო. ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში ნამყოფი ძალა, როდესაც განცხადებას ეხლა აკეთებს, ბანკები როგორ ავიწროებენ ხალხს? ძალიან კონკრეტული პასუხები მაქვს და მე ვფიქრობ ძალიან არგუმენტირებული. აი ხა გულახდილად გეტყვით ზუსტად. დიახაც, არასოდეს არავის არ უთქვას და მათ შორისაც მიხეილ სააკაშვილს, ხო? რომ იმ არასრული 9 წლის განმავლობაში ქვეყანა ასე ვთქვათ აქცია ელდორადოდ, ხო, მაგრამ უდიდესი გიგანტური ნაბიჯები განვითარებისკენ რო გადადგა და ქალაქები რო შენდებოდა და გაყინული გაუცემელი 14 ლარიდან 150 ლარამდე პენსია რო გაიზარდა და კრიმინალური ვითარება რომ მოწესრიგდა და საავადმყოფოები აშენდა, ქალაქები ვახსენებ, დარგები განვითარდა და რომელი ერთი ჩამოგითვალა, თუ ეს ყველაფერი ხო ხელის გულზე იყო. მიხეილ სააკაშვილს არასოდეს არ უთქვას, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრა, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი, ქალბატონო ინგა. დიახაც, ვითარდებოდა ეკონომიკა და ვითარდებოდა დიახაც ხელშესახებად თავდაბლობის გარეშე ვამბობ. სამუშაო ადგილები იქნებოდა, მაგრამ ის არ იყო ჯერ საკმარისი. მაგრამ დღეს რა ხდება? სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად იკარგება. შემოსავალი ოჯახებს სულ უფრო და უფრო აკლდება. ყოველ მეორე პენსიონერს ქვეყანაში აქვს საბანკო კრედიტი აღებული, დიახაც პენსიონერი ცხოვრობს კრედიტით აღებული, ასე ვთქვათ, შემოსავლით და მას პენსია ყოველ მეორე პენსიონერს პენსია რეალურად 180 ლარი კი არა აქვს, ზოგს 90 ლარი აქვს, ზოგს 80 ლარი აქვს და ხალხი გაედინება ქვეყნიდან და პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალბატონო ინგა, 2017 წლის პირველ 6 თვეში და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და ეს ოფიციალური მონაცემები, საქართველოში დაიბადა უფრო ნაკლები ქართველი საქართველოს
მოქალაქე, ვიდრე გარდაიცვალა. მსგავსი რამ არასოდეს აყოფილა და რა თქმა უნდა ეს არის ჭირო დაკავშირებული ეკონომიკური მდგომარეობასთან. ამიტომ როდესაც ჩვენ ვიცით, როდესაც არა დამასრულებიოთ უნდა დამასრულებიოთ. გამაკეთებინე თუ კი ბატონო, ხო გვაქვს ჯერ კიდევ დრო, ხა ჩავარდეთ. ბატონო იდა. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის ბოლოსთვის და ზუსტადაც იმიტომ რომ მე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი 110,000 გიყავს უსამ მოვალეთა რეესში რეგისტრირებული სუბიექტი იყო. ეს ნიშნავდა რომ 110,000 როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, ასე ვთქვათ, ედო ყადაღა, მოდი პირდაპირ გასაგებიანი ვთქვათ. დღეს რა ვითარება არის? 246,000, 110,000 იყო, დღეს 246,000 საქართველოს მოქალაქეს აქვს ასე ვთქვათ, საბანკო ვალდებულება, ან კერძო საზღვაო ურთიერთობებში შესული ურთიერთობიდან გამომდინარე ვალი წარმოშობილი. 3 დღის წინ 254,000 სუბიექტი იყო მოვალეთა რეესში და ეხლა ზუსტად 10 წუთის წინ სანამ ჩავარდე, უბრალოდ გადავამოწმე მოვალეთა რეესტი არის ესეთი ვებგვერდი და უკვე არის 246,000. 2,000 იმათა. არანორმალურად აი საშინელი ვითარება არის. ხალხი უბრალოდ ხალხი შიმშილობს. ყოველი მეხუთე არის ბავშვი შიმშილობს. დიახაც. ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე ვალი იკვებება და არა გეუბნებით იმიტომ გვაძლევს და დიახაც. მობრუნების შანსი გაქვთ. ამას გეკითხებით. არ მობრუნება არც უკან მობრუნება არასწორი ფორმულირება ჩვენ გამარჯვება გვინდა ჩვენ უნდა მოვიგოთ იმისათვის რომ ხალხო გაიმოწოს ეს ერთი და რატომ გონია რომ ეს ღარიბი ხალხი ძალიან აი ერთი ხალხი თუ არის ამ ხალხმა მე სხვა მე ნორმალ დემოკრატიული დიახ ესია არჩევნებიდან არჩევნებამდე არ პირველი ვიქნებოდი ნახევარი ნაციონალური მოძრაობის წევრები მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ალბათ ბევრ რაღაცას მიესალმებოდა ოდნავ მაინც დაენახა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში უკანასკნელ 6 წელს დასაწყისშივე რომ ქვეყანა წინ წაიწია მაგრამ წარმოუდგენელი უკუსვარი ერთი სფერო დამისახელეთ რა მთელი საქართველო იგა ძალიან ხო დამასრულებიოთ იმიტომ არასაერთო პირობებში მთელი ქვეყანა შიმშილობს ხალხი გარბის საბაკო ვალდებულებები აღჭობს ეს 246,000 მოვალეთა რეესში რეგისტრირებული რას ნიშნავს იცით ეს არის მხოლოდ უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით რაც მივიდა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში თორე ის 100,000-ობით დანარჩენი საქმეები რომელიც ჯერ კიდევ ბანკებში პრობლემური განყოფილების ასე ვთქვათ ეტაპზე ეს არ იწვება და არ იწვება უზრუნველყოფილი სესხით წარმოშობილი ვალები სადაც მაგალითად იპოთეკით მოსახლეობას დაკუთრული საკუთარი ქონება და გირავნები თორე გაცილებით მეტია ვიდრე 246,000 აი არ არის უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ეკონომიკური ასე თქვა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა დღისდღე მცირდება და აი ამ ყველაფრის ასე თქვა შემხედვარე ხელისუფლება საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჩხუბებიან ერთმანეთს ლანძღავენ ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან ნაცვლად იმისა რომ მთელი ეს დღეები დაკავებული იყვნენ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად იმის ადგილად რომ შეიკეთონ ეს პარლამენტში და იბარებდნენ სხვადასხვა ეკონომიკური ბლოკის ministrებს და ეუბნებოდნენ რომ რატომ არიზდება ქვეყანაში პენსია დიახ ხალბატონო ინგა ქვეყანაში წელს რომ გაიზარდოს პენსია 80 ლარით საჭირო არის 720 მილიონი ლარი იცით თქვენ ეს მაგრამ ამას არ აკეთებენ მაგრამ სანაცვლოდ ადმინისტრაციული ხარჯები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ 620 მილიონი ლარით გაზარდა დიახ მანქანებში საწვავში ხელფასებში დანამატების პრემიებში და ხელფასებს ხო იმატებენ წარმატებით ამ ქვეყანაში ბორჯომში რა მოხდა სიღნაღში თელს ქვეყანაში 500 600 700 ლარით იმატებენ ხელფასებს და ერთი დათო საგანელიძეს აქვს მარტო ხელფასი თვეში 28,000 ლარი ნუ დაუთვლით ხებს ხელფასებს თქვენ იმ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის არაკლდა არავითარ შემთხვევაში დიახაც ჩვენ აქ არ არის ხაბატონო ინგა აქ არ დგას საკითხი ასე ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელი კაკი ნიკა რაღაც სხვა დამასმევინა თუ შეიძლება ისტორიის სწორხარეს ან ხარ ისტორიის არასწორხარეს დიახაც წლების 20 წლის 25 წლის
დიახ. ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება მე მესმის თქვენ ასეც საუბრობთ, მაგრამ შეკითხვა რომელიც სულ თავიდან დაგისვით, ისევ იმ შეკითხვისკენ მინდა მიუბრუნდე. საინტერესო იყო ეს ინფორმაციები და იმიტომ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი ან უარყოფთ ამას, რომ სააკაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ჩამოვა საქართველოში. ამას დამიდასტურებ და სარფიდან შემოვა. ასეთი საუბარი ჰქონდა თუ არა მასთან და გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც თუ ისო შორეულ მომავალში მიხეილ სააკაშვილი იქნება ალბათ თქვენი გადაწყვეტის შორეულ მომავალზე არ გევგი. სიამოვნებით უმასპინძლებ. თუ ისე შორეულ მომავალში მიხეილ სააკაშვილი ამასაც დაგიდასტურებთ, როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი ავია ბილეთით ჩამოფრინდება საქართველოში. მაგრამ მას დაიჭერენ, რომ ჩამოფრინდეს და ამას გეკითხებით. კარგით, რა ქალბატონო ინგა, რას დაიჭერ? ვინ უნდა დაიჭიროს? მომისმინეთ, ვინ უნდა დაიჭიროს, ვინც ქვეყანა გააღატაკა, ვინც კრიმინოლოგიური მდგომარეობა იქამდე მიიყვანა. აბა ჩავიდეთ ახალქალაქში და ვნახოთ 7-8 საათის შემდეგ ახალქალაქში ცდილობს მოსახლეობა გადაგაქვთ კონკრეტულად მიპასუხეთ. გადაწყდა რომ არჩევნებამდე კრიმინალები ვერასოდეს ვერ გაასამართლებენ. ქალბატონო ინგა, კრიმინალები დიახა დამთავრდა ის, როდესაც კრიმინალები ასამართლებდნენ დიახაც სახელმწიფოს ამშენებლებს. მაგრამ მას ხომ უკვე დაყენებული აქვს ბრალი იგივე გირგვლიანის შეწყალებაზე. ბატონო, თუ შეიძლება მიხეილ სააკაშვილზე კი არა, მე პოლიტიკაში 2013 წელს მოვედი, ვინმე საერთოდ გახსოვათ? საერთოდ არავინ არ მიცნობდა საჯარო პოლიტიკაში თუ იგი ჩამოვაწყო, მას ავტომატურად დაიჭერეს ნაციონალურ მოძრაობაში. მას შემდეგ რაც ნაციონალურ მოძრაობაში მოვედი და მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის აი ამ ოლიგარქიულ საბანკო მართლობას და ზოგადად ოლიგარქიულ მართლობას თავის ასე თქვა ფარწყალაზეებით, თავისი არ ვიცი, იმ ყველა უგვანო ადამიანით ვინც შემოიკრიბა გარშემო, დიახაც ორი ბრალი წამიყენეს. დღეს დიახაც ივანიშვილს თუ ებრძვი, შენ ამ ბრალდებული ხარ ამ ჯარდებული ხარ და ბიძინა ივანიშვილმა დიახაც გაწერა თავისთვის კონკრეტული გეგმა სამოქმედო და 2 კომპონენტი ვერ შეასრულა. დიახაც და შეგახსენეთ ამ კომპონენტს. დიახაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენივად იცოდა რომ ნაციონალურ მოძრაობა თუ არ გაანადგურებდა, ნაციონალური მოძრაობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დაამარცხებდა არჩევნებს და ამიტომ ებრძოდა გაშმაგებულად. აბა რა ჟიდა ივანიშვილს 5 წლის განმავლობაში რო გვებრძოდა, ხო? და ვერ გააკეთა, ვერ დახურა, მისი ხელით კი დახურული იყო ყველაზე ზვავრი ეროვნული მაუწყებელი, ხო, რუსთავი ორს გულისხმობ. დანარჩენი ყველაფერი, ბევრი პოლიტიკოსი იყიდა, ბევრი პოლიტიკური პარტია იყიდა, ქვეყანაში თხრიის დედამიწის ქერქში ითეკება. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინგა და ეს არ არის ჩემი გაზრდა ხო ეხლა, მაგრამ ერთი ბოტანიკოსი არ ჩანს ქვეყანაში, ერთი ბიოლოგი არ ჩანს ქვეყანაში, ვინც გამოვიდა იტყვის რომ რას აკეთებს ეს ადამიანი. მაგრამ ეს ადამიანები იცით რატომ ვახსენებ? ძალიან აქტიურ და შესაძლებელია სამართლიანადაც გავახსენდებოდა კიკვიძის ბაღში თუ ავსწრები 10 თუ 12 ხე გაიჭეხა და იქ პოლიციის შენობა ჩაიდგა, სადაც დღესაც არიან, ხო? სახელმწიფო ინსტიტუტი აშენდა შენობა. და აქციები მოაწყვეს. სად არიან ეს ბოტანიკოსები, სად არიან ეს ბიოლოგები? ნაკიდი ყავს ყველა და ყველაფერი და ვერ იყიდა. რაღაცა ისთვის ძალიან ისე დავაკონკრეტებ ჩემს შეკითხვას. ეს ძალიან საინტერესოა. მესამედ ვიმეორებ. მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც დაიჭირონ, ან იყოს ამის მცდელობა არჩევნების წინ ყოფილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევნების წინ ძალიან შვიდად არის ეს ნაციონალური მოძრაობა. დიახ, აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის მიხეილ სააკაშვილი, როდის ჩემისას მნიშვნელოვანი ის არის მიხეილ სააკაშვილი რაზე საუბრობდა იმ გზებზე, როგორ უნდა დაიძლიოს კრიზისი. მართლა ეხლა ჩვენ ხალხი გვისმენს და ალბათ თქვენც აკვირდებით მეგობრებთან ერთად ერთი დღე არ გადაგახვევინებთ ამ კითხვაზე, მიპასუხეთ და მე გააგრძელეთ ეგ ლაპარაკი. მიპასუხეთ კონკრეტულ კითხვაზე და მე ვცადეთ რასაც ამბობთ. მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული ვარ 10,000-ობით ემიგრანტთან ერთად საქართველოში ჩამოვა ისე როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივი ავიაბილეთით. და როდის და რანაირად ამას თქვენ დაინახავთ, ალბათ ახლა რეისის ნომერს წინასწარ ვერ გეტყვით ნამდვილად. არა, მე გეკითხებით, ანუ გადაწყდა თუ არა რომ არჩევნებამდე უნდა გინდათ რომ ჩარჩოებში მოქცეული და დარწმუნებული ვარ აი ამის შემდეგ ჩვენ კონსულტაციებს მართავთ
სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, აქ არ დგას საკითხი ასე მიხეილ სააკაშვილს არ უთქია, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდით. ჩვენ უნდა გავერთიანდით მთავარი ღირებულების გარშემო, მთავარი გამოწვევა გვაქვს. ჩვენ და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. ოლიგარქი უნდა მოვაშოროთ, ხო? 1.3 მილიონი გაიტანა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 1.3 მილიონის ოქრო და სპილენძი, იმინდა დბანისი ბოლნისი და რაც ვერც ერთმა ხელისუფლება ვერ გაბედა. მაშინ ეგრა კულტურის მინისტრი გიორგაძე სააფეთქებია საფტრისის. მადლობა. უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 1.2 მილიონი. 1.2 მილიონი და მილიარდერმა ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკას რა უქნა, იცით, ინგა, უბრალოდ რო გითხრათ მონაცემებში. მოკლედ თქვით რა გამოვწურეთ ჩვენი. არა, ქვეყნის სახელმწიფო ვალე გააორმაგა იყო 9 მილიარდი და გახადა 17 მილიარდი და წლის ბოლოს ყველა მონაცემებით იქნება 18 მილიარდი. ანუ ზუსტად გააორმაგებს. მაშინ, როდესაც მისი ბიზნეს პარტნიორები ბანკებში რეალურად ეწევიან წარმოუდგენელ არაპროფესიულ ბიზნეს ლუცს კი ასხამე, ლუც. ერთი კითხვა დამჩა და გაიხიშება. ბატონო, შავა ნათელაშვილმა ახსენა, ქვეყანაში სადაც ელემენტარულად პურს და ყველს და საავადმყოფო სუფრაზე ყველს კი არ ქონდა ძალიან ბევრი ოჯახს დარწმუნებული ვარ ამაში. ეჭვი არ მეკარდება. გაგვეთიშება, კითხვის დასმა ორი ბანკის მართლს წელიწადში ორი ბანკის მართლს ხელფასი დივიდენდების გარეშე 9 მილიონი დოლარი აქვს. საქართველოს ბანკის და ტიბის კერძო სექტორში არა როგორ არა კერძო სექტორში ხელფასებს როგორ არა და კერძო სექტორი ხალხის არა როგორ არ არის კერძო სექტორია ბიზნესი ბანკების წმინდა მოგება მაშინ როდესაც ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობის დროს იყო ბევრად მაღალი ვიდრე წელს არის ქართული ოცნების პირობებში ვერ შეადარებ ხო იყო 130 მილიონი ლარი სუფთა მოგება ბანკების დღეს არის ბანკების მოგება 900 მილიონი და მართლა მივესალმებოდი და ყველოტაშ დაუკავდა საბანკო სექტორი თუ გავითარდებოდა, მაგრამ რატომ არა ისახება ოდენავმაით სასიკეთოდ არც ერთ საქართველოს მოქალაქეზე. საქართველოს ფარგლებში, როდესაც ბანკი დღეს კრედიტს აძლევს ივანიშვილის პარტნიორები, ივანიშვილის კლანის წარმომადგენლები, ეს არ ნიშნავს რომ ამ მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა გაუშვებოდა და უნდა ოდენავმაით რაღაცა ამოისუნთქებს. მამუკა ბახტაძე რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის დარტყმის მთავარი ობიექტი. რატომ აღმოჩნდა ფინანსთა მინისტრი? არა, ერთი წუთი დამასრულებინეთ კითხვა. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია თქვენც იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ის ან ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, ან მომავალი პრემიერი. სააკაშვილმა პირდაპირ დაარტყა მას. რატომ? რა შუაშია დაარტყა არა როგორც ვინმე მამუკა ბახტაძეს, არამედ ადამიანს, რომელიც უმთავრესი უწყების ხელმძღვანელია და თქვა წარმოუდგენელი რამე, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას ანგრევდა და ბახტაძე ივანიშვილი ქვეყანას ამვითარებს 6 წლის განმავლობაში. და მიხეილ სააკაშვილმა განცხადება მათ შორის საბანკო ოლიგარქიასთან და ამ არანორმალურ საბანკო განაკვეთებზე გააკეთა ჯერ კიდევ 10 დღის წინ. და ამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა ეს განცხადება ბატონ ბახტაძე. ეს ბატონი ბახტაძე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, დიახ, ეს არის ადამიანი. ჯერ ერთის მოდით ყველაფერს თავისი პირდაპირ გაგებით დააკონტრა პრაქტიკულად რკინიგზა. დიახაც 50% შეამცირა ტვით ბრუნვა. ანუ ეს ადამიანი არც მენეჯერია და რა სიტყვის ბატონი კვირიკაშვილი, რას აკეთებენ სიცხე. მე უხერხულება ეხა ამაზე საუბარი, როდესაც ზუსტად ვიცი, თავადონო იგა, ზუსტად ვიცი რა დღეში არის ხალხი და მე ერთ თქვენ გამოცდოს არ დავითანხმები რომ უბრალოდ ხალხი თუმე მარტო რეგიონში არის უპოვარი და გაჭირებო თბილისში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს. დიახაც, როდესაც კარდაკარ დავდივარ აქციის და კამპანიის ფარგლებში და უბრალოდ რაღაცა საინფორმაციო ბუკლეტებს ვარიგებ, ვიცი რა ხდება თავადონო იგა, ზას როდესაც ვერ ეკავ გონია რომ სახში არავინ არ არის, იმიტომ რომ არ მესვიდა. სინამდვილეში შუქია თჭაჭრილი. და გარეთ შიგნით ისე აცვეთ როგორც გარეთ. ასეთი თქვენ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გიყურებთ, იმიტომ რომ ელექტროენერგიის საფასური ვერ გადაიხადეს. მილიარდერმა ადამიანმა ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა, კომუნალური გადასახედები გააძვირა, საწვავი გააძვირა, ვარი გააუფასურა. ამიტომაც ჩავარდა ეს დღეში, ამ დღეში ქვეყნის მოსახლეობა და არ არის ქვეყანა სოფლიოში არც ერთი სახელმწიფო, სადაც დიახაც მხოლოდ ორი ბანკის მართლს აქვს ხელფასი 9 მილიონი დოლარი, მაშინ როდესაც 80%
ქვეყნის მოსახლეობის შიმშილობა. კარგი, თუმცა კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ ეს არის კერძო ბიზნესი და ეს არ არის სახელმწიფოს. არა, როგორ არ არის? აი, ვერ მოყვებით ამაში, რომ კერძო სტრუქტურაში მომუშავე ადამიანებს უთვლით ხელფას და ეს რატომ? როგორ არის რა კერძო? არა, არ უთვლი, მე უთვლი იმ ადამიანებს, ვინც არიან ბიზნე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორები და რომლებიც ბიზნე ივანიშვილს საკუთარ ბიზნესში შეიყვანა. და ზოგს ვითომ ანაკლის, ასე თქვა, განვითარება ბჭყალებში დაავალდა. მადლობა, ნიკა, ამოგვეწურა მთლიანად. რა კერძო ბიზნესია საუბარი და საიდან შეავლობენ ეს ადამიანები? დიახაც, ქვეყნის მოსახლეობის ხარჯი, კოლოსალური მოგების ხარჯი გააღატაკეს ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენ თავაზობთ შენ გამოსავალს დიახაც და უახლოეს დღეებში იქნება კონკრეტული გეგმა. პრეზენტაციის დაველოდებით ამ გეგმას. როგორ წარმოადგენთ რა გეგმას წარმოადგენთ? მეცილად ისაუბრა ბატონმა სააკაშვილმა, ამიტომ მათ ნუ დაარქვით. კერძო, ესენი არიან ქართული ოცნების შემომწირველები და ამბაზეც მექნება საუბარი უახლოეს დღეებში ეს ბანკის მმართველი არიან რას დაელოდებით რა ბატონო იგა ეს ბანკის მმართველები არიან ოფიციალურად ქართული ოცნების შემომწირველები ეს მე ასე ფული მიაქვთ როდესაც არჩევნებდეთ ჩუმათაც კი არაძლევენ როგორც დანარჩენი აკეთებს დიახაც ოფიციალურად აი ეს ადამიანები ვისაც ხელფასი აქვს 9 მილიონი დოლარი და პენსიონერს პენსია მილიარდერმა ადამიანმა ვერ გაუზარდა 1 ლარითაც მიმდინარე წელს და არც აპირებს და საკუთარი ბანკის კი უნდა ვუთხრა რომ მეიდანზე იწვის მაჭახელა ძალიან დიდი ხანძარია როგორც მეუბნებიან მეიდანზე რესტორანი მაჭახელა იწვის და სულ მალე რამდენიმე წუთში ჩვენი არხიდან მიიღებს მაყურებელი ინფორმაციას მადლობა ნიკა დიდი მადლობა რომ ხანძარზე საუბრობდით თუ შეიძლება ერთი ფრაზა ერთი ფრაზა რა ამოგვეწურა ყველანაირი ქვეყანაში მეხაზრეს პოლიციელებს სასტრაფოს ექიმებს პედაგოგებს აი ამ ადამიანებს ხელფასებს არც კი ფიქრობს რომ გაუზარდოს ივანიშვილი და უზრდის ხელფასებს მაღალი თანამდებობის პირებს ეს რეალობა გვაქვს ხახნო 700-800 ლარი კარგად 15000 საჯარო მოხელეს გაუზარდა ეხა 6500 ლარი დიდი მადლობა დრო გადავაჭარბეთ ადამიანი რომელიც ახლა უნდა ებრძოდეს ხანძარს ლარით არ გაუზარდა ხელფასს